ზოგად ფენომენზე საუბრით რომ დავიწყოთ. რა არის ეს მონობა? კავკასიიდან გაყვანილი ტყვეები საკმაოდ დიდ ნაწილს წარმოადგენენ ზოგადად ტყვეთა სყიდვისა. განსაკუთრებით ახლა შენ უფრო უარესი შემთხვევა მოიყვანე, როცა ადამიანი ყიდის დედას. ყველა მათგანი აქ რომ ყოფილიყო იქნებოდა ყმა. განსაკუთრებით აი სამეგრელო იჩაგრებოდა ამით. იმპლემენტალმა შეისწავლა თუ ერთი ქართველი ქალის თავის ქალა. ალეკო, ახლა მინდა კითხო იტალიელ აფერისტზე, რომელიც ქართველობას იბრალებდა. 1805 წელს მოულოდნელად გარდაიცვლება. ეს ქართველი ქალი ფაქტურად ხდება მისი მემკვიდრე და დიდ ქონება უვარდება მას ხელში. საქართველოზე 50 ჯერ დიდი სახელმწიფოს მეორე პირი ხდება. რომ რაოდენ გავსაძლისი იყო მათი ყოფა ცხოვრება და მაინც როგორ ინარჩუნებდნენ თავიანთ მეობას. ქართულმა მხარემ რუსებს ჩაადებინა ეს პუნქტი, რომ ეს არის მთავარი პრობლემა რა. ემინ გურჯი სწავლობდა ინჟინერიას და დაბრუნდა უკან და შემდეგ შექმნა ეგვიპტეში პირველი ყრია წამლის წარმოება. როგორც ცხოვრება არ არის ადვილი, ისტორიაც წარსულ ცხოვრებაზე საუბარი არის და ეს საკმაოდ კომპლექსური არის.